გამარჯობა მას! მას ძალიან მომწონს ჩვენი ახალი კლასი. ძალიან კარგია ეს სპეციალურად გავაკეთეთ და ეს კარგია. ვინ არიან ეს? აქეთ. სურათები რო არის, რა არის? რას ნიშნავს? ეს წარჩინებული მოსწავლე რო ყავს ძალიან კარგია. შენ საცსავლო ხო უნდა იცოდე, ეს არის პოლიტიკოსების სკოლა. თქვენ უნდა გახდეთ მომავალი პოლიტიკოსები, თუ გინდათ მოკვიდეთ მთავრობაში და ხელისუფლებაში. ასე რომ ყურადღებით უნდა მოეწ. ესენი არიან ჩვენი ქართველი პოლიტიკოსები. კერაცვალე. ეს კიდე ქვემოთ რაც აწერია არის მათი ფრთიანი გამონათქვამები ეგრეთ წოდებული. აჰა. კერაცვალე. და აბა იმათ რატო არ უწერიათ არაფერი? მარტო სურათი არის. ამათ არაფერი უთქვათ, კერაცვალე, ჯერ იტყვიან და მივაწერთ. კარგი. რა მინდოდა მე თქვა ახლა? შენ გაიხრიტე და მიზე ყურები. ყურები გაიხრიტე? პატიცემულ, ანუ ერთი ბარაბანი გავიხრიტე აქეთ, მაგრამ მტკივნეული იყო და მეორე ჯერ ვერ გავიხრიტავ, ჯერ მეორეს რა. გადამრევ მე შეტაბიძე. რატო? პრეზიდენტობაც გინდა, გენაცვალე და ყურების გახრიტაც არ გინდა. ეს ორივე ერთ. ხო რა შუაში და რო ამორჩეველი რო გეტყვის რაღაცას, რო შეუშვებ ერთ ყურში მეორეში ხო უნდა გაუშვა. დაგჩება თავში და ის და მე დაპირებებს და გააკეთე. ტკივნეულია, ხო? ახლა ტკივნეულია სამაგალ მერიერი კენწეროში ტკბილი. აბა? ხაგაძე. დიახ, მამცებრო. სადუზანდებოდი გუშინ. რატომ მიცდენ გამაგები? დებია გარდამესალა ვადიცემულა და. შეხედე, როგორ მატყუებს თვალსა და ხელშუა, როგორ მატყუებს. მამა შენი ვნახე და მითხრა რომ პახმელიაზეო და ვერ ადგეო და ვერ მოვიდა იმიტომო. მამა ჩემი არის პროვოკატორი. მე მაგის პროვოკაციას ვერ წამოვეგები და არც წამოვეგები. ამასთან დაკავშირებით მე სასამართლოს შევიტანე. სარჩელი, თუ სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი, ძალიან კარგი, თუ არა და სტრასბურგში უჭივლებ. სტრასბურგის სასამართლომ თუ არ დააკმაყოფილა, მაშინ მოვუწევ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ბრიფინგ ჩავატარებ. ნაცვალე რა ნიჭიერი ხარ. ესე აი ხედავ ასე უნდა. ეხლავე რო იყაროს კენჭი, გახდება პრეზიდენტი. როგორ საუბრო? როგორ საუბრო? კარგად ჩამოვაყალიბო. შენ რა საკეთებ, ციცაძე? რა, ჭამ გაკვეთილზე ჭამ კაცო, გადამრემს ეს კაცი. მე ჩვენება თუ ჭამ. ბიუჯეტია მას. ბიუჯეტია? ხო. მე მარტო ბიუჯეტი რას გიზავს? გრანტებიც მიაყოლე რა მე კაცო. ხო. ესე იგი, მომისმინეთ ახლა ჩვენს პროგრამებში არის რაღაც ცვლილებები. წელს ყოველ კვირას წავალთ ექსკურსიაზე. ჩვენში ორჯერ გვექნება кейფები. ვივლით საზღვარგარეთ და ყოველთვის სტიპენდია გექნებათ 1200 ლარი. ვა, რა მაგარია! 1200 ლარი, ძალიან მაგარია, მას. მისტერია ახლა. დაიჯერ ახლა. გადამრევ. შენ გადამრევ, მე პატარიძე გადამრევ. რა გინდა? გადადის ხო საუბარი ეკონომიურზე, თადმე რა გინდა პოლიტიკოსების სკოლაში? შენ რა პოლიტიკოსი დადგება? რატომ არა? შენ ვიგით ამომრჩეველს ვერ გაცდები. ისე სხვადასხვა ერთი ექსკურსია გვექნება მარტა და მოიტან 20 ლარს. აი, ექსკურსია კარგია მას. და სად მივდივართ? სად მივდივართ და კომპლექსური ექსკურსია გვექნება, ჯერ მოვინახულებთ პრეზიდენტის რეზიდენციას, მერე პრემიერ-მინისტრის აუღებელ ციხესიმაგრეს და ბოლოს ლეიბორისტული პარტიის ნანგრევებს. აბა დავიწყოთ, გადავიდეთ ახლა გაკვეთილზე, რაც მინდოდა ყველაფერი გითხარით, გადავიდეთ გაკვეთილზე და გავხურდეთ ცოტა. აბა ცოტა გავხურდეთ. წავიდა. ერთხელ მაინც გვანდეთ ქვეყანა და გადაგარჩენ. ერთხელ მაინც გვანდეთ ქვეყანა და გადაგარჩენ. წინ ევროინტეგრაციისაკენ. წინ ევროინტეგრაციისაკენ. პოლიტიკოსი ბიბინებს. პოლიტიკოსი ბიბინებს. ოპოზიციონერს აბამენ ჯაჭვით. ოპოზიციონერს აბამენ ჯაჭვით. ხაბაზიც პოლიტიკოსია. ხაბაზიც პოლიტიკოსია. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. აბა უდექით მეხსენ. ეხლა დამოდექით. დავიწყეთ. 3, 4. ხედავ ოპონენტს. თავიდან. 3, 4. ხედავ ოპონენტს.
კომპრომატი ხაზე და წინუძღვის ფარას ფიქრობს კამზე და პარტიებს იცვლის ფულის ხმაზე და მოგვეს ბევრი ხავს თავის ხმაზე და მეთკინა ცოდოა დასხედით აბა ციცაზე გამომძარდი მოყევი გაკვეთილი რა ქონდა მომზადებული მაქვს მას მოყევი დავიწყო მას დაიწყე ჩვენ ამ 9 წლის მანძილზე ავაშენებთ ქარხნები, დავაგეთ გზები, გადავჭერით დენის, გაზის პრობლემა, ხალხი ბედნიერია. ბათუმი დავსგავსეთ 64-ს, ასევე ქუთაისი. ჩვენ ზღუნავთ ხალხისთვის, ჩვენ ხალხისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. შეიცვალა მთავრობა. შეიცვალა მთავრობა. და ამ 9 წლის უმოქმედობის დროს ხალხი გამწამდა, ხალხისთვის არაფერი გეცდება. დასუფთავება დესწიაბეს, გააწამეს. ხალხი და ასე არ უნდა გაგრძელდეს ბატონებო, ეს სისტემა უნდა დაიგრეს. ოჩა. ოჩა ძინდადე. შეგძლები. აქ საკმარისია ერთი ჩამჭრელი შეკითხვა. დიახ. ვთქვათ, გახდი პრეზიდენტი. რას გააკეთებ? რას გავაკეთებ? მას და ვიული ბევრ ქვეყანაში, ბევრ ქვეყანას მოვინახულებ, ხალხს, პოლიტიკოსებს. მაგას ახლანდელ პრეზიდენტიც აკეთებს. მას ერთი წუთით მე ვივლი. ის დავსტრიგინებს. არა ვარ მართალი. საინტერესო პასუხი. დაჯექი. მადლობ. ხაკაძე, დიახ პატუცებლო თუ შეიძლება გამომძანდით. ყმაწვილობო, მინდა აგიხსნათ. იმის გარდა რომ თქვენ ოპონენტთან უნდა შეყვიდეთ ოპონირებაში და გაუწიოთ სასტიკი წინააღმდეგობა და ერთგრეთ წოდებული საუბრი დაამარცხოთ, ამის გარდა პოლიტიკოსისათვის აუცილებელია მიმიკა. დიახ ბატონო შეიძლება არაფერი არ თქვათ, მაგრამ მიმიკით მოუღოთ ბოლო თქვენს ოპონენტს. გასაგებია ხო? დიახ. აბა ხაკაძე, დიახ პატუცებლო მიმიკით გამიკეთე ოპონენტი გესაუბრება და მიმიკით გამიკეთე რომ შენ ვით უმეუბნები ვაი შენს პატრონს. ედა მოუღო ბოლო ადამიანს. კარგი. ახლა გამიკეთე გამოხვალ გარეთ და იქ განახე ფრაზგიზამ. კარგი. ახლა გამიკეთე თუ მოვედი ხელისუფლებაში ყველაფერი კარგად იქნება. არა, ეგ რო ვერ მოხვედი ის არის. თუ მოხვედი. კარგი. დაუშვათ მოხვედი ხელისუფლებაში და ვერ ასრულებ დაპირებებს. ეგ ძველია. ახალი. ოჩა. იესალმოთ. გამძანდი. სერგო ჯავახიძის პრეზიდენტად მოსვლამდე არ გეტკინოს არაფერი. კარგი გვეყო საუბარი. ატარდე გამომძან. მას შენ მიპასუხე კითხვაზე. თქვათ მოვიდა ისეთი მთავრობა, რომ ხალხს შეუსრულა ყველა დაპირება. რას ვაკეთებთ ამ დროს? მითხარი, როგორ გააკრიტიკებ ასე მთავრობას? შარს მოვდებ, ბრალს მოვდებ, რო აქვს 9 თავი და პირიდან უშვებენ ცეცხლს. აი, და დავამარცხებ ნებისმიერ არჩევნებში იქნება თუ დებატები იქნება. რას ლაპარაკობ, კაცო, შენ? ეგ არის ზღაპარი. 9 თავი და ცეცხლს უშვებს, ზღაპარი ეგ. კარგით რა, ეგ არის ზღაპარი, ის არ არის ზღაპარი, მთავრობა რომ მოდის და ყველა დანაპირებს ასრულებს? არ არის ზღაპარი. დავჯდები მას, დამიწერე ხუთი. მოდი.
ოჩახ შეგძლებია შენს რაღაცები. კარგი, გამიკეთებ დებატები ახლა. დიახ. შენ ხარ დებატებში ოპონირებას უწევთ შენ და ტაბიძე ერთმანეთს. თუ შეიძლება ამ პიროვნებაზე გითხარით 1-2 ვიზე მეუნებით? ამ კორუმპირებულ ადამიანზე მეუნებით? ეს არის პირველი მეგრთამე, ბატონცემულო, ეს არის პირველი მეგრთამე, რომელმაც შეჭამა ხალხის ფული და ქვეყნის ბიუჯეტი. საერთოდ ეს ადამიანი არ არის სამთავრობო ხილსი. ეს არის ამას აღარ გავაყოფ შუაზე, არ ვაყვარს, ამას ხატავი. ნაშები, კაცო. ნაშები, ეს არის სინდისზე აგრესია. ეს ქუჩური გარჩევა, ხარ შეიძლება, შეხარ პოლიტიკოსი, სიტყვით უნდა უთხრა. სინდისზე და ნამუსზე შემეხო. მომისმინე შე პოლიტიკოსობაც გინდა, სინდის ნამუსის რო კონდეს ასე არ გაპოდის, გადაცვალე. ორი ვერთან. ოჩა, გამზარდი. ვადაჟორი, ეს რატომ მოვიტანე? ეს დაიმახსოვრეთ. ხო. ეს. რა არის ეს? ეს არის შუბლის ზარღვის ანალოგი. თუ დაუშვათ და გაგიწყდათ, შუბლის ზარღვზე მაქვს საუბარი. სანამ ცხელია უნდა გადააბათასე. სანამ ცხელია გადააბათასე და გექნება შუბლის ზარღვი. თუ გაცივდა მე ვეღარ გადააბათ. დაიმახსოვრეთ ეს კარგად. გასაგებია ხო? კი ბატონო. კარგი. ახლა ტაბიძე გამიკეთებ შენ. რას? მიდიხარ მოხუცთან? დიახ. მოხუცი ვინ არის? მე ვიქნები მოხუცი მას. მოდი შენ იყავი მოხუცი. ეს არის მოხუცი, შედაბძანდი. მოდის შენთან მიდიხარ სახლში და ხარ თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი. აბა როგორ ხართ? როგორ განდებით ხალბატონო? ხომხათ, კარგად. ჯანმრთელად ხომხათ, რაც მთავარია. კარგია. ხო გაუთანაბრდი მოხუცო და ჩაიწი გაუთანაბრდი მოხუცო. პენსია ხო ყოფნით ხო არის? არა, მეტი იქნება, აუცილებლად ხარ იქნება. მოეფერებ ხარვე და ხელი მოეფერებ. მეტი იქნება, ყველაფერი მეტი იქნება. უკეთესი ცხოვრების პირობები ხალბატონო. კარგი, წამოვიდა ცრემლები. ცრემლი და მანახ ანტილის მას ე? არ მოდის, პატიმსამულო, რა გავაკეთო? დებილი ხარ და იმით არ მოდის, რა პოლიტიკოსი. მოხუცია გადმოგვარვარ ეს რა. აფსუს ხატრის უკან რაჯგუფი ყავდა. და ესე პულებრივად მოდიოდა ცრემლები გაგიჟებული მოდის, აი. გაგიჟებული ვიყავ. ივარჯიშე ხახზე სახში. კარგი. მომისმინეთ ახლა ჩვენი გაკვეთილი მივახლოთ დასასრულს და ცხრილი არის შეცვლილი და დაიმახსოვრეთ კარგად. ესე იგი, ხვალინელი გაკვეთილების ცხრილი დაიმახსოვრეთ. ჩაიწერე რა. ფსევდოპატრიოტიზმი გექნებათ. ხვალ ლეიბორიზმი ანუ შრომის გაკვეთილი. ბიზნესის ტერორი და გაправება და საქართველოს 9 წლიანი ისტორია. გასაგებია, ხო? სხვათა შორის თვის ბოლოს გვაქვს წერა. და სამ თემას გეტყვით, აქედან დაწერთ ერთ-ერთს. ესე იგი, დავითაშვილის და სანიკიძის შედარებით დახასიათება. ხიდაშელის და უსუფაშვილის მიჯნურობა პოლიტიკაში. და იგი ნაციონალების ქაჯეთის ციხის აგება. გასაგებია, ხო? სხვათა შორის სპორტშიც დაგვემატა გამოცდები ჩვენ. აუ რა კაია მას. ხო, თუ არის კარგი 100 მეტრზე სირბილი გექნებათ საარჩევნო ყუთებით და ბარიერის გადალახვა და ის რა ქვია, ბიულეტენების ჩაკრა საჯარიმოს გარედან. მაგაში მაგრებიო, ხო. კარგი. მომისმინეთ ახლა თქვენ ამის შემდეგ უნდა გქონოდათ ბიზნესმენის წილში ჩაჯდომის გაკვეთილი. დიახ. ხო? ეს გიცდებათ. და ისე გაიპარეთ ახლა სახლებში, რომ ჩვენი სკოლის პარტიის ლიდერმა არ დაინახოთ. მათ გავდივართ უყველა ზოგი იქეთეს. ამოდიდე. პოლიტიკური გაკვეთილი. მობძანდით. კაცრებად, დირექტორი თქვენ ბრძანდებით ამ სკოლის? დიახ. მოდი ზურიკო. თქვენ მბრძანდებით. არა ვიცი. გამარჯობა ბატონო. გამარჯობა. რაღაცა ინციდენტი მოხდაოდა, რაზე დამიბარეს არ ვიცი. ჩემი შვილი არის ეს? დიახ, თქვენი შვილია გასაგებია, ხო? თქვენმა შვილმა და მეორემ კიდე იჩხუბეს მოაწყვეს სკოლაში დებოში ერთი ამბავი აქ როგორ შეიძლება ეგ მაინტერესებს ზუსტად მაგ საკითხზე ვარ მოსული. მე თუ იჩხუბე ღირსი იყო და კარგი ეხლა საქართველოში ერთი წუთის ზურიკო შენ გაჩვენდი საქართველოში მე დიდი ხანი არ ვიყავი იტალიაში ცხოვრობდი წლებია და
მე არ ვიცი რა სკოლა არის ეს. მე მგონია კაკ სკოლაში დამკავს ბავშვი და დიახ, მაგრამ თქვენ ეხლა მოვა ის მეორე ჩობელიც ყავს დაბარებული და ერთად თვითონ ეს ბიჭი გავარკვევ რა მოხდა როგორ მობძანდით. მეგონი მოვიდა კიდეც. გამარჯობა. დიექტორი ბრძანდები თქვენ. ამასაც თქვი? არა. ერთი წუთით. ამას არ. ნოდარი, მოდი. მოდი. ამულაყსაგია. მოდი, ამას ვეჩხო. რა მოხდა დირექტორო, აბა რა ამბავი? ესე იგი რა ხან აქავართ შეკრებილები ყველა გეტყვით, იცით ალბათ ზოგადად, მაგრამ მე როგორც სკოლის დირექტორმა მე არ შემიძლია რეაგირების გარეშე დავტოვოთ ეს ყველაფერი თქვენმა შვილმა აიყო და ცემა თავისი თანაკლასელი. როგორ შეიძლება დღის გაჯობდი და აი მა გადმოგძალდი აქეთ შენ აგერ გადმოდი აქეთ ბადე. როგორ შეიძლება ასეთი რაღაც? როგორ შეიძლება მეთქი თქვენ მშობლები ხართ და რაღაცა საკუთარ შვილებზე უნდა იქონიოთ ზეგავლენა ისეთი რომ სკოლაში ერთი წუთით ჩემი ბავშვი არანაირი ბუნტის დამტეხავი არ არის და ადამიანი ბავშვი ისე ყავს გაზრდილო იმურისტული და ძალიან კეთილი ბავშვი არის და გერეგეთის და არავის ხეთს არ დაარტყავდა ეს ადამიანს კი არა ჭიანჭველას ვერ აკლავს ფეხსაც მლით. ხო, ჭიანჭველს ვერ დააბიჯას ფეხსაც მის ისე სხვადასხვა ძალიან ბევრი მყავს იმაში რა ქვია სამზარეულოში და ძალიან გთხოვთ მე მგონი აქ ლაპარაკი არის უფრო სხვა რაღაცაზე თვითონ ბავშვს აქვს წელი ნატკენი და მე მგონი ხერხემლის მოტეხილობა არის და ეს ძალიან ძვირი დაგიჯდებათ გალბატონო თუ ამის გაკეთებული არის ეს რა მოტეხილობა? რა მოტეხილობა ბავშვს აქვს წელი ნატკენი რაღაცნაირად ბავშვს წელი კონდეს მოტეხილი ესე იქნება რა მოტეხილობა? შენ უნდა მასწავლით შემოკარაგო რა ბავშვს აქვს წელი ნატკენი თქო და შეიძლება მოტეხილობა ქონდეს ხერხემლის და დაგიჯდებათ 100,000-ები ამას აბლაპარაკად ეგ აბსურდია ხა სკოლა არის აქ ის კი არა რა არის აბსურდი როგორ შეიძლება ბავშვი ხერხემალი ქონდეს მოტეხილი და ადის შეუულებრიოდ ხერხემალი მოტეხილი როგორ შეიძლება მე ვამბობ რომ აქვს მეთქი ბავშვს მოტეხილი ახლა და მე რა ლაპარაკობთ როგორ შეიძლება იაროს ბავშვს ხერხემალი მოტეხილი მაშინ აი რო გიყურებთ მედიცინაში ხართ ნოლი რა ესე გალბატონო მე რა მინდა რომ გითხრათ რა ზოგადად თქვენ შვილზე მაგ საუბარი მე მარტო აი ამ ინციდენტის გამო არ დამიბარები ხართ აქ სხვათა შორის შეურაცხყოფას აყენებს მასწავლებლებსაც მასწავლებლებს გაჩუმდი შენები წუთით მათემატიკის მასწავლებლებს რაღაცა ქოთანით რაღაცა ესროლა კიდე კაი იმას აცადა თუ აიცილა იმ ადამიანს ქართულის მასწავლებელი 4 ჯერ ძლივს გამოგვლიჯეთ ხელიდან მათემატიკაზე არ ვიცი მაგრამ ქართულის მასწავლებლებს რაც შეეხება ეხლა ჰუმანიტარულებში ყოველთვის ძლიერი იყო ჩემი ბავშვი ყოველთვის რომ მზადებდი ჰუმანიტარულ ბატაშორის ეს თვალი მოდი განუჯებული მარტო თვალი კი არა აიღო გენაცვალე და ვაზა ჩარტყა ბავშვ თავში ვაზა კი არა რაც არ უნდა მომყოლო და ხერში ყველაფერს ჩამოდის ზოგი ვაზა ჩარტყა თავში კეთილი ინებეთ და ის ვაზა უნდა იყიდოთ რა ვაზა ჩარტყა პრობლემა არ არის გადავიხდით და დაგპატიჟებთ კიდევ ახეთ ვაზებზე ვაზების მეტი იმდენი გვაქვს რომ რა ვაზა ჩარტყა ძალიან მაინტერესებს ას მომყვა ხერში ჩავარტყი უზრდელია და გასალახი ჯუმბათი ყავი როგორი ვაზა იყო გეტყვით ახლავე ძალიან დაიხარ ერთ მანახეს კისერში ჰქონდა ჩარჭობილი აგერა აი ასეთი ფერის იყო რაღაცა თურქული უხარისხობაზე ჩაუთხავს ვინ რაღაცა უნდა დავერტყა და ვეღარ ილაპარაკებს შენ ხვალჭი ხვალ გეპატარებები მე ამი ნუ გათხოვებს იცოდე ბიჭარტყა დებილი ვისეული მე მატყუებს წარი თუ შე გაჩუმდი მე გათხოვებს თუ მე მატყუებს არ ვიცი მაგრამ მეორედ აღარ მოიქცა ეგრე გაჩუმდი მეტი ზური დაწყენადით ახლა ხო შეიძლება აქ მაინც გაჩერდით დირექტორის კაბინეტში მშობლები 100 არიან თქვენ გელაპარაკებით ქალბატონებო თქვენ გელაპარაკებით 100 არიან ორივე ძაღლი და კატასავით მთელი დღე ძაღლი და კატასავი რას ნიშნავს ძაღლი და კატასავი და რას კადროლობთ ეხლა ძალიან ხო დააწმინდავეთ სიტყვები ჩემი შეველი 10 ძაღლი არ არის და 10 კატა არ არის ჩემო და 100 არიან თქო შედარება მოიყვანეთ ძაღლი და კატასავით არიან რას ნიშნავს ძაღლი კატასავით რატო რატო და ეს მთელი დღე იყებება და ეს ტანცილოკავს მე არ ვიცი ვირასილოკავს მაგრამ ნოდარი მოდი აბა შულო აქ მოდი დაგელაპარაკო მოდი რატო დედა რატო მოდი ერთი ჩქარა მოდი შვილო მოდი აბა სინათლის შუქზე დაგინახო ნოდო შენ დაარტყი ნოდო ხო დედა მე რატო დაარტყი ნოდარი შემაგინა და დავდექი და დავარტყი შენ რატო დაარტყი რატო არ მოითმინე ვერ მოვითმინე დედა შემაგინა და ე4 დედა არ ვიცოდი დედა
შენ თავს ვიცავარ, დედა, მეორე და აღარ. კაი, ნუ ვიწყევლები, დედა, ძალიან გთხოვ. всё, აღარ უნდა ისტერიკა, დედა, ყველაფერს ვიცავარ, მეც აღარ ვიზამ, შენ თავს ვიცავარ, всё. თქვენი ბავშვია უძდელი. რა, ეს არის უძდელი. შემოკარგო მომისმინე ჩენე ერთი წუთი აქ თავზე ნუ მადგა ხარ და ცოტა სიტყვები დააწმინდავე და უზრდელი და ლაფას დაუწიე ცოტა ძალიან გთხოვ. ცოტა შეგენებულად ილაპარაკე ჩემოკარგო რა. თორე იცი რა არის, თუ გადავარეკ 1-2 ადგილას აქცევენ ჰაერში ჩემოკარგო. ვინ ამწევს, ვინ ამწევს? ვინცაცა ასაწევი. უზრდელი კი არა, ბავშვი იტალიიდან ისე გავზადო რომ ბავშვი შეგენებებს და იმებს სკაიპიდან უგზავნიდი. ბავშვის დედის სკაიპს არ მოშორებია, ისე მყავს გაზრდილი. და ცოტა დააწმინდავე ძალიან გთხოვ სიტყვები რა, თორე ჩემ გადაკიდებას და ჯუბია კახალომაია გადაიკიდე ჩემო კარგო. ვინ კახალომაია? განათლების მინისტრი. რას ვაპარაკე? ალბათო, კახალომაია რამდენი წელია უკვე მინისტრი აღარ არის. მე რო იტალიაში წავედი, მაშინ კახა იყო ლომაია და მე რა ვიცი ახლა მე ვერა შეცვალეთ ეგ თქვენი პრობლემა იყოს, მე პრობლემები არ. ერთი წუთი რა, თქვენი სახელი? თვარისა. თვარისა? ოდილაური. ოდილაური. ქაბატონო მთვარისა ახლა. არ მინდა არა მაქვს ზედმეტი ამდენი ნერვების და აშლილობის თავი არა მაქვს, წნევა მაქვს აწეული. რაც შეეხება ახლა ჩვენ ბიჭებს, მე ნამდვილად გითხარი. ყველაფერი იქნება კარგად. ყველაფერი არის მოგვარებადი. აუცილებლად დაწყნარდებიან და რაც საჭირო არის ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი ბიჭებმა ისევ მეგობრონ და ყველაფერი გააკეთონ. და გიგას რაც შეეხება იქნება ისევ ისეთი მობიელი და იდიოტი. მე რამდენი ჩვენ გამოდი გარეთ. რატო? მენია ჩემ ჯანმრთელობას. გამოდი შვილო, გამოდი აქე. გამოდი. ერთი წუთი დაწყნარდით. შენი ბრალია ყველაფერი ეს ასეთი არის. ერთი წუთი დაწყნარდით. კი ბატონო. სამძანდით და ხვალ მოიყვანეთ თქვენი მეუღლეები. თქვენი მეუღლეები მოიყვანეთ და კაცები არის გავასაუბრები. რა გინდა რა ზორი შემომახი ეს კოსტუმი ერთი წამი. ხელით არ მეუღლეები მოიყვანეთ ხვალ. ვერ მოვიყვანე. რატო ვერ მოიყვანეთ? რატო ვერ მოიყვანეთ? ხალბატონო მეუღლეს რას ქვია ვერ მოიყვანეთ. კაცები არიან და მოვიდნენ და დაველაპარაკები ნორმალურად. გუშინ მქონდა ოჯახური კონფლიქტი მე და ჩემი მეუღლის და რეანიმაციაში წეს. რა არის? ესეც მომიყვანეთ. თქვენი მეუღლე მოიყვანეთ და გავესაუბრები ეს სოფლელი თუ ვერ მოიყვანს მეუღლეს მე რატომ მოვიყვანეთ? ჯერ ეკეთეთ ჩემ მეუღლე რო აქ მოვიდეს და ეს ბავშვი რო დაინახოს ჩემთან და შეიძლება იფიქროს რომ თქვენ განამყავს და ოჯახური პრობლემები ნამდვილად არ მჭირდება. ჯერ ეკეთეთ და მეორე ეკეთეთ კიდე. საერთოდ არ მინდა ჩემი ქმრის შეწუხება კიდე ამ სოფლელების გამო რა. ვინ არის შენი ქმარი რო არ შეწუხეთ? ვინ არის? აი ვინიც ერთი წუთი ზურიკოში, აი ვინიც არის ძალიან მალე გაგაცნობ ჩემ ქმარსა რა. ვინ არის? ძალიან გაინტერესებს ვინ არის? კითხე ვინც არის? აი დადექი იქ მომისმინე შეუბედუროში. იცი ვინ არის ჩემი ქმარი? ვინ არის? აბჭალაში კონიაკის ქარხანა გახსოვს? მერე მახსოვს. ხო გახსოვს? აი მის უკან ორი დისკომბინატი იყო, ხო გახსოვს? მერე მაგის მოპირდაპირე მხარეს გადიოდა ქუჩა. მაგ ქუჩას რო გადახვედოდი, ერთი კორპუსი დგას, მაგ ქუჩის იქით 9 სართულიანი მაღალი კორპუსი არის. მაგის მეტი კორპუსი არა დგას იქ უბანში. რაზე მოვაყოლე ესა? ხო, რაზეც მოვაყოლე, მოკლედ და თქვენ თავებს მიხედეთ რა. და ცოტა შეგენებულად ვილაპარაკე. ხალბატონო მთვარისა, თქვენი მეუღლე მოიყვანეთ და იმას გავესაუბრები მეთქი გითხარი. ყველაფერი იქნება კარგად. ჩემ მეუღლეს ვერ მოვიყვანე მე აქ ჯერ ეგ. თქვენი მეუღლე მოიყვანეთ. მეორე მშობელი მოიყვანეთ. შებრუნდი. იმას გავესაუბრები თქვენ. და იყავი მასე, ბოლომდე, დღის ბოლომდე იყავი მასე. შენ არ გეუბნები. ძალიან გულები დამარეკინო და არ მიმაჭერნე წითელი კამაკასა თორე ეგ იყო ნერვები მასხავს რა გაჩუმდი შენ დაჯექი ქალბატონო გეუბნებით მოიყვანეთ თქვენი მეუღლე და გავესაუბრები იმას და ვერ გამიგე მე მშობელი არა ვარ ქარობლაპარაკობ თუ რა თქვილავ დგავარ მე დირექტორი არა ვარ და თქვილავ დგავარ გეუბნებით მოიყვანეთ მშობელი და გავესაუბრები იმას მშობელი
გადაიყვანეთ, ანა მოკიდეთ ამ თქვენ შვილს ხელი და შვილებს და გადაიყვანეთ სხვა სკოლაში, გენაცვალე. იცი რა არის ჩემო კარგო? მე მაგის თანხები არ ამეჭის რომ ბავშვი კერძო სკოლაში ვატარო. უბრალოდ სახლთან ახლოს არის და მაგიტო დამყავს ბავშვი ამ სკოლაში, თორე მაგდენი ფულიცა მაქვს და იმდენი მაგ ნანახი ეს თქვენ არ საერთოდ არ დაგესიზმება თქვენ საწყლებო თქვენა. იმდენი მაქვს ნანახი და იმდენი ფულსა შოუმს მეკმარე. რაც მაქვს ნანახი. ერთი წუთი გაჩედი. რაც მაქვს ნანახი ზუსტად. აგე გუშინ წინაც მეუღლემ ვაშლის ტელეფონი მაჩუქა. რაც შენ არ დაგესიზმება არასოდეს. რა ვაშლის ტელეფონი გაჩუქა? მე რო არ ციტი შეგოიმოჩინა. ჩეკა მეჩილი ვაშლის. ზურიკო. არ ვიცი რა, რაგეში ვინახავ თქვენ საიდან რა გინდათ? გამაგებიეთ ნორმალურად ხო შეიძლება გავაკეთოთ? ან გადაიყვანეთ სხვა სკოლაში თქვენში, ან მეუღლე მოიყვანეთ ნორმალურად აველაპარაკებ ხარცა გაზრდილი ისე რომ ერთი ზედმეტი სიტყვა აღე სუბრენდებიაცვია, ბავშვი არის სუბრენდებში, რა ვიცი, ისე გავზარდე რომ ვალენტინოი და ტინო ტანატუნოებიაცვია სულ იტალიური ბრენდები ნაღდი. აგე ზედა აქ ისინი. სად არის ის მანახეშევილო? სხვათა შორის. აგე იარლიკით ზედა თუ არის არასოდეს არ ვახსნები ამ სკოლაში სწავლობს ნორმალური ხალხი, ნორმალური ადამიანები და ძალიან გთხოვთ სწავლის პროცესს ზოგადად მუშაობთ თქვენი შვილებით ხელს. ნორმალური ხალხი სწავლობს გეუბნები. ნორმალური არავინ არ არის. საერთოდ ჩემი აზრი არის რომ სოფლელებით არ უნდა იყოს სკოლა გავასებული. უნდა გადაივიდნენ სოფლელების ხვაგან და აქ უნდა ისწავლონ ნახდა თბილისელებმა უნდა ისწავლონ სკოლაში. ეს არის ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ შეგნებულობა უნდა იყოს მეტი ჩემო კარგო. სოფლელების ადგილი ამ სკოლაში არ არის. აი ამაზეა ლაპარაკი. და იქ რაშუაში ეხლა ალბათო მითხარით. რაშუაშია. მეც რაიონიდან ვარ ჩამოსული და რაშუაში ეხლა სოფლელებმა არ ისწავლონ და ქალაქელებმა ისწავლონ მარტო რა რაშუა. თქვენ სოფლელი ხართ, ანუ? დიახ, რაიონიდან. ამიტომაც ადგას ოთახში ძროხის სუნი? და თქვენ საიდან ხართ? ერთი მაინტერესებს რა. თქვენი საქმეა საიდან ვარ მე? საიდან ხართ მაინც? დავუშვათ ქარელის რაიონიდან მე. მე თქვენ სოფლელი ბრძანდებით და მე მეუნებით რამეს? თქვენ სოფლელობა მე მგონი არ აქცოდნიათ. სოფლელობა კი არა, იმცეთი გასატებულია ბავშვი აგე ლაპტოპები და ისინი აქვს სახში სულ. რა ლაპტოპები? ვართ დაგესიზმებათ, რა ლაპტოპებიც არა. რა არის ლაპტოპი? კომპიუტერი გაგიგიეთ ერთად შინა. ლაპტოპი საერთოდ არ გეცოდინება მაშინ. გადასაშლელი, იცით რა? რაიმე. შენი გითხარი. ნოდარი ამომასხა ზავედი უკვე. საერთოდ რა მოდი პულსი გამისვიჯე, მოდი ამომასხა უკვე. მიდი. მოდი რამდენზეა? რაიმე გადამრეს. გამოდი რატო ველაპარაკები. რამდენზეა? ესე წავიდეთ ჩვენ და წავიდე რატო ველაპარაკები. დროა. კაი დამშვი. მოდი აბა მითხარი რა გითხრა? რა სიტყვა გითხრა მითხარება? ისეთი არაფერი არ უთხრავს. ნახე. რა გითხრა? მოტყური ერთი რა. მედიცინაში რომ ნოლები იყვნენ და ვიცი. მოდი აბა შვილო ერთი აბა დღის სინათლეზე დაგინახო. მოდი აბა. მოდი აბა ეს მოდი. რახელების ქნება არის. მოდი აბა რა უთხარი? მოდი მეთქი აბა. მოდი. მე მივხედავ. დაწყებულია შვილო, დაწყებულია. ენა ჩაიგდე ბიჭო. რახელების მოდი აბა. სიტყვები დააწევი. ძალიან. პასუსდელური სიტყვა. რა უთხრა ასეთი კაცო? მოიწიე. ზაურა უთხარი ბიჭო. რა უთხარი, რა ფერი არ გამოდი. რა უთხარი ბიჭო, არ გადამორია შენ, რა უთხარი ეგეთი. არაფერი რაღაცას იგონებს, მატყუ არა იმის აფერისტი ხარ და ქათამი ხარ, სულ და იგონებ. მე რა ხდება აქ? მიდი რა ერთი, რა გამოვიდე. ბიჭო, დააწარე, გესმის ბიჭო, გაიყვან და ხელების ქნება. ერთი, სამი, გამოდი ხარო. დედა, გამოვა, ჩემი. ვერ დააწყრა ბიჭო დედა შენ რა ამბავი დაათია აქ ბიჭო ესე იგი შენ შემაგინე. ჩვენ თუ ვიჭხუბეთ ესე იგი შენ შემაგინე მე, ხო? ხო მე შეგაგინე შენ ხო არის იცი რომ შეგაგინე ანუ შენ შემაგინე მე. მე შეგაგინე შენ ხო გუში აჰა, ანუ შემაგინე. კი შეგაგინე შენ გამოდი გარეთ. შენ გამოდი გარეთ. არ გამომდივარ სამამდე ვითვლი. რა სამამდე იცი ამ მივდივარ მე 1 გამანები თავი რა გინდა 3 არა
Просто ვის სასამართლოებენ მითხარი რა. Просто ვინ უნდა გაამართლოს? Просто ვის გაუმედეს გამართლება ვის სასამართლოებენ? შენ არავინ არ გასამართლებს, კაცო, ნიკოლოს სასამართლები. რა ქის გონი შეგიძლია 11 მოიქეცი. ნიკოლოს? ნიკოლოზ ნიკოლოს მეთქი მე მას სასამართლოებენ, კაცო. სასამართლო მობრძანდება. თხოვთ ადგენთ ფეხს. მეტი დარდი არა მაქვს ეხლა რა, რო აი ნიკოლოს სამოდი ფეხზე, ვაიმე. შენეშინდება. უზენაესი მობრძანდება. ნიკოლოს ვიქია, ხო? ვაიმე, უზენაესო, გენაცვალე თქვენ. თქვენ გენაცვალეთ, აი უზენაესი, რა ბარა. დედა, როგორი პუტკუნა ბიჭია, როგორი ფარსე პირისახის, მაგრამ როგორი კარგი სახია. გამარჯობა უზენაესო. გამარჯობა მოგესალმებით. ავიდრე სასამართლოს დავიწყებდეთ, მე მაინტერესებს სად არიან ნაფიცნი მსაჯულნი. ბატონო მოსამართლე, თუ შეიძლება მე თვითონ მივეცი აცილება ნაფიც მსაჯულებს. და რა მიზეზით მიეცით აცილება ნაფიც მსაჯულებს? 12 ნაფიცი მსაჯულიდან 10 იყო ამის ყოფილი ქმარი და მიკერძოებული იქნებოდნენ და გასაგებია, კარგი. ამ შეიძლება თქვენ ყურადღება. ნება მივოცეთ სასამართლო გახსნათ გამოვაცხადო. და ვინაიდან სასამართლო ნება ბოძილია, განიხილება საქმე 378 ოჯახური კონფლიქტი. ბატონო მოსამართლე, ბატონო ადვოკატო, მოწმეებო, ბატონო ნიკოლოს, ქალბატონო ცისმარ. ბატონო, გენაცვალე, კი ბატონო. სიტყვა ეძლევა დაზარალებულ მხარეს, გთხოვთ, წამოდგეთ ფეხზე და სასამართლოს გააცნოთ თქვენი ვერსია. ბატონო მოსამართლე, ბატონო პროკურორო, მე უბრალოდ მინდა აღნიშნო ეს თქვენ ძალიან კარგად იცით და ჩემზე უკეთესად რომ აი ეს ბინა რომელზედაც ამ წუთში სადაო თემაა, ეს მეკუთვნის მე სისხლის სამართლის კოდექსის 125 და 155 გედა დ ქვეპუნქტების მიხედვით ეს ბინა არის ჩემი კუთვნილება, მინდა გითხრათ. ამოიღე, ხმა ადვოკატი ხარ თუ ვინახარ, მე რომ ალაპარაკებ, კაცო. ბატონო, გაგზავნით. მოგესალმებით, ბატონო მოსამართლე. ბატონო პროკურორო, მე მინდა მოგახსენოთ, რომ არსებული საქმის თანახმად ბინა, რომელიც არის სადავო, როგორც მოგეხსენებათ, ეს ბინა იყო შეძენილი ქორწინებამდე. და შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 245 და 252 ბ და გ ქვეპუნქტების თანახმად ეს ყველაფერი რა თქმა უნდა რჩება ბატონ ნიკოლოს. თავისთავად ქორწინების ასლი, რომელიც ნოტარიულად არის დამოწმებული, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ეჭვი შევიტანოთ. ნუ ეს ყველაფერი საბუთები ჩვენ რა თქმა უნდა წარმოვადგინეთ. თავისთავად წარმოდგენილია მოწმეების ჩვენება საქმეში. სასამართლო გადის განაჩენის გამოსატანა. არა, სასამართლო გადის 5 წუთით. თქვენ ატიპები ხართ, ნიკოლოს, კარგი, შეგეძლოთ თავისუფლად ოჯახში დავსვლარიყავით, მოგეგვარებინა, ნიკუში. ვისაც დარჩება ეგ ბინა, ჩემი საკუთარი სახელი და ხო გამომაგდე. ცისმარი გაჩერდე. ბატონო მოსამართლე, ქალბატონო ცისმარი. კი ბატონო, აგერ გახლავართ ბატონო ჩემო, ხა? ბატონო. თქვით რომ იტყვით სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. დაიფიცეთ სასამართლოს წინაშე. ვიტყვი სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და ყველაფერს სიმართლის გარდა. აბარა, ყველაფერი და ბატონო მოსამართლე, სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა ამ საქმესთან დაკავშირებით. დიდი მადლობა რომ ასე დამიცავით. კარგად წანდებოდეთ, მადლობელი ვარ, დიდი უკაცრავად ბატონო ცისმარ, თუ შეიძლება სასამართლოს უპასუხოთ ნიკოლოზის ბრალდებებთან დაკავშირებით. შემიძლია? ბრალდებებთან დაკავშირებით? კი ბატონო, ვის მიმართო გინეცვალე? ბატონო მოსამართლე, უზენაეს. ბატონო უზენაესო, გამარჯობა, როგორ ბრძანდებით გინეცვალე? ჩვენც არა გვიშავს ცოცხლობთ. ბატონო უზენაესო, ეხლა რა მოხდა და რა იყო საქმე? რა ვიცი, რაც კი ყველა შეგიძლიათ წამობრძანდეთ და თქვენ თვითონ დაათვალოთ სახში რა მაქვს, როგორი შეძენილი მაქვს ყველაფერი, რა ოჯახის ქალი ვარ. ყველაფერს ერთად ვიძედით მე და ნიკოლოზი. ყველანაირად გვერდში ვედექი ნიკოლოს. ყველანაირად. ხან იქიდან მიუდექი ამ ვაჟბატონს, ხან აქედან მიუდექი, ხან უკნიდან, ხან წინიდან, ხან ზევიდან. ამის ყველა. მაპატია ისა. ხო და რა ვიცი, აქეთ-იქით ამას უნდა შეუტანოს სარჩელი. რო აი ეს რაღაცა შეურაცხყოფებს მაყენებდა.
აქეთ მაქვს სარჩელი შემოსატანე. კი ბატონო. შეიძლება დააკონკრეტეთ შეურაცხყოფა. რა შეურაცხყოფა? რაღაცა სიტყვერი შეურაცხყოფა ლოგინში ადგილი არ იყო და რაღაცა ხო უნდა მიმეყენებინა შეურაცხყოფა. თან ეხლა უზენაეს ეხლა კაცი ხარ და რა ვიცი, აბა მოდი. სხვანაირად მიუდგეთ ამ ყველაფერს, ხო? ეს იყო ეჭვიანი კაცი. რაზე ეჭვიანობდა თვითონაც არ იცოდა. მოდი აბა ეხლა ავიღოთ აქედან აი აქედან რომ დამიშლებით წამოდი და რესტორანში დამპატიჟე სადმე. დამპატიჟე ხო იყოს თქვენ რატომაც არ სიმპათიური კაცი ხართ ჩვენი ელოყები გაქვს. თუმცა ფამლე დაყბადოთ. არა, ნუ დაუშვათ იყოს ხო, მაგრამ თქვენ მირჩევნი ხართ. მე იქიდან გამოვიაროთ, აბა მოდი ყვავილები მიიყიდეთ, მაჩუქეთ. წამიყვანეთ, მოდი აბა მე ისიც სანჯოთ რომ სასტუმროში წამიყვანეთ 1 3 4 ღამე რომ დაგჭირთ და წაიდრო რომ გაბატონოთ. აი ამ ყველაფერზე უზენაესო, აი ეს დებილი ეჭვიანებს. დებილი არა, დებილი. ნორმალური, ახლა ერთი წუთი ეგ ჩაქუჩი რომ ათხოვოთ, არ შეიძლება რომ ნათხემი ზვალი ჩაუტეხო. იქნება გადაუბრუნდეს. ქალბატონო ცისბარ თქვენ ტირით? არა ბატონო მოსამართლე, კი არ ტირის ფოთის სპორტმა არ მიიღო ასიგნალებს. გემი სხვა რამე მკიცებულება თუ გაქვთ ქალბატონო ცისბარი? კი ბატონო, მაქვს, უზო მაქვს. აი, რა მაქვს, ეხლავე გაჩვენებ. ნირთვ მკიცებულება მაქვს აუდიო ჩანაწერი. აგე, დაგერხა ნიკოლოს. ჩართო? Play უნდა მაგას. Play უნდა. ნიკო! რეგინე რას მირთყავ კაცო? ცისმერი კარგად თქვი? კარგია, კარგია. ნიკო, რეგინე თქვა? ნიკო, რა კარგი გასაგებია სასამართლო გადის 5 წუთით. სულ 5 წუთით. მეგოჩი, შენ ცოტა იმას ქენი, რაღაცა ნახავ, თავი შეიკავე. ხახნივად, ნიკოლოზ ეხლა კარგი რა, ცისმარი კარგი ეხლა გაჩენ. სადავას თუ გახდი. მამები არიან, აი ბავშვებს ხელის გული. გაჩენდი, ცისმარი, გაჩენდი, მოდი. დაჯექი. რომელია, ჩემი კაცო არ დაგერა. შენც კი რომელია, შენც კიდევ არ იცი რომელია კაცო. რომელია ჩემი, რომელია, მითხარი, ერთი ალბათ რომელია ჩემი. სამართლა მოვიდა. ბატონო მოსამართლე, ჩვენს წინაშე წარსდგება მოწმე გონერი ტყლაპაძე. უკაცრავად სასამართლო რაღაცა მოწამლა. უკაცრავად სასამართლო მოვიდა. ბატონო გონერი გთხოვთ? გთხოვთ განვაგზავნოთ. აი ბატონო გონერი დავიზა, ბატონო. გთხოვთ არცეკი სასამართლოში. მიდი გონერ, აბა გვერდში დამიდექი ისე მეგობარო თუ ვიცი. ისმეთ რა ვიცი, ბატონო მოსამართლე. დაიწყეთ ბატონო გონერი. რა ვიცი ხა, თუ ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, რა ვიცი ხა, ჩემი აზრით უნდა შერიგდნენ ხა ნიკოლოზი და ცისმარი, ჩემთვისაც კარგი იქნება ხა ეგ ამბავი, იმიტომ რომ სახში რა ვიცი, მაინც ხა ხალი საჭიროა რა, ბატონო მოსამართლე, თქვენც იცით რომ საჭიროა იქ სარეცხის გარეცხვა მინდა, იქ ჭურჭლის გარეცხვა, საჭმლის მომზადება, დაბანა, გაუთავება და კაცით საჭიროა ბატონო მოსამართლე ხა, იმიტომ რომ რაღაცა რომ გამიფუჭდა, ან შტეფცელია, შეზაცვლელია, ან ნატურაა დასაჭერი. ბატონო ჩასასვლელია რა ვიცი ხა. მე მაინტერესებს ერთი რამ. დიახ. თქვენ პირადად ვის მხარეს ბრძანდებით? აქეთ მხარეს თუ აქეთ მხარეს? ბატონო მოსამართლე, მე ვარ სიმართლის მხარეს, სიმართლის მოყვარული კაცი ვარ, მთელი ჩემი ცხოვრება, რაც მიცხოვრია, სიმართლეში მიცხოვრია რა. თქვენ თუ იტყვით ბატონო მოსამართლე, რომ ცისმარია მართალი, რაზეა საუბარი, შემოვილოს ჩემი და ვიცოლი იყო ბოლო ჩემი, იყოს მართალი ეს იყოს ამის ხარეს. თუ იტყვით რომ ნიკოლოზია მართალი, კაცები ვართ, რაზე საუბარი ხა? ნიკოლოზია და ბატონო მოსამართლე, ბატონო ნიკოლოზ, ვაპროტესტებ მოწმე გონერი ტყავლაძე აშკარად ტრაქს ათამაშებს. პროტო ვის ტრაქზია? საუბარი პროტო ჩაივიდა კაბათი. ტრაქი არ გამიწევია პროტო. ვის ტრაქზია კაბათი? ვინა თამაშობს? პროტო ვინა თამაშობს? მითხარით და შემშალო და არ გადამია. სიჩუმე იყოს. რა არის მართალი? რა არის მართალი? იმისათვის სამომღები აღარ პროტო მერე დაგელაპარაკები, ხა ნერები არ მომეშავ დავჯდები. იმისათვის რომ განსაზღვროთ თუ ვინ რას ათამაშებს, სასამართლო მიდის განაჩენის გამოსატანად. ვიყავით ბატონო მოსამართლე, ჩვენ გავალთ, კაცო, თქვენ გავალთ.
გაიგე პროსტა რა მითხრა ხო და ორივე რო ეგრე იქცევით როგორც ბატონი გონერი ეხა წეგან როგორც დანა ბატონო არ მინდა რა თქვა რასაც ათამაშებთ ორივე მაგის გულისთვის დაიძებით და გამოიტანს სასამართლო ვინდა დაწნადით დაველოდოთ ხობრიშ თამომავალო შენა ვის მეუბნები შენ უკან დაწნადით დაველოდოთ მოსამართლეს მიდი აბა წამწვდი რატო არ წამწვდებით სასამართლო რა ხდება ეს რა არის არაფერი უზენაესო ოჯახური შელაპარაკება ლაპარაკი დიალოგი ეს არის ოჯახური შელაპარაკება აბა რა გამოიტანეთ განაჩენი კარგი ყურადღება უსვინეს ჩვენ გადავხედეთ თქვენს საქმეს ბევრი ვიცინეთ ბევრი ვიტირეთ და გადავწყვიტეთ რომ ცისმარის და ნიკოლოს მიესაჯოს 5 წლით ერთად ცხოვრება. ანუ კოჰაბიტაცია. ნათელი ხარ უზენაესო განაჩენი საბოლოოა და არანაირ ასაციას არ ბატონო მოსამართლე როგორ შეიძლება გაწესები 5 წელი რანაირად შეიძლება მე არაფერ შუაში არ ვარ აი ბატონ მოსამართლე გადაგჭირდა ბატონო მოსამართლე წამოდი მეორე დებილი ესე წამოდი გონე რას დადგა ხო არა პროსტა მე ხო უნდა ვიცოდე მე ხო ჩემი ბედი მაქვს არა პროსტა უზენაეს აბა დამელო ნიკოლოს ზედას ხომ ათხოვებ ნიკოლოს